მოდი თავსახური გავასწოროთ. ბებია, არ შემეხო. ჰეი, მოვრჩი, კოკა-კოლას არომატიანი ჟელე მინდა. გამიკეთებ? ძალიან ადვილია. მოდი, შევუდგეთ საქმეს. კოკა-კოლა მჭირდება. ჯერ ეს მოვაშოროთ. რა კარგია. ვაუ, საოცარია. ბოდიში ხალხო, გადმოდის. არა, მაიკ! მაპატიეთ. ცოტა ზედმეტი მომივიდა. ეხლა ბოთლში ნერცის კამფეტები უნდა ჩავღაროთ. მხოლოდ ტკბილი სიმინდის სიროფის ჩასხმაღა დარჩა. ზუსტად ისე როგორც ემილის უნდოდა. მას ეს ნამდვილად მოეწონება. ეს არ მჭირდება. მაიკ, ფრთხილად. დავისვარე. მაპატიეთ. ბოთლს ვხურავთ და ყველაფერს ვურევთ. კარგად ვურევთ. შესანიშნავი გამოვიდა. ემილის მოეწონება. არა, ბოთლს მივეწებე. მიდი რა. ვაუ, წავიქეცი, მაგრამ კარგად. ვარ. რა მაგარია. ვაუ, ეს ჟელე უცნაურად გამოიყურება. რა მოვიფიქრო? ჟელეს თაფლისგან გავაკეთებ, მაგრამ თაფლი არ მაქვს. ვიცი, ჩემმა ფუტკრებმა ბევრი თაფლი დაამზადეს. მათ ნამდვილად არ ეწყინებათ, ცოტა რომ მომცენ. ფუტკრების კაცს. გამარჯობა, ჩემო საყვარლებო. თავზე ნუ დამფრინავთ. თქვენგან ცოტა თაფლის წასაღებად მოვედი. შეიძლება? შესანიშნავია. მე ნამდვილად მეყოფა, ნახვამდის. დავბრუნდი, თანაც მარტო არა თაფლით. არა, რამდენი ფუტკარია, ბებია. ახლავე ავიღებ ცოტა თაფლს ნიჩბით. შესანიშნავია, პირდაპირ ბოთლში. ეს ვიყვირის. რა ხდება? ფუტკრები წამოვიყოლე, მაგრამ არა უშავს. ახლა სიწნარე და სიმშვიდეა. ბოთლი უკვე თაფლით გავავსე, შეგვიძლია დავხუროთ და ყველაფერი საყინულეში შევდგათ. დაე გაიყინოს და გაცივდეს. მე ნამდვილად ბევრად უკეთესი იდეა მაქვს. კოკას ავიღებ და ჟელეს პირდაპირ მისგან გავაკეთებ. ვამატებ კოკა-კოლას, ცოტა მარმელადს და ცოტა ოქროს. ეს არა მხოლოდ გემრიელი, არამედ წარმოუდგენლად ლამაზი იქნება. ახლა ყველაფერი უნდა აურიოთ. ვურევთ. ყველაფერს კოკა-კოლას ცარიელ ბოთლში ვასხამთ. როგორი ლამაზი ოქროსფერი ჟელეა. ყველაფერი ჩავასხი. ძაბრს ვიღებ. ეს მაგარია. არა, მაიკ, ეს საშინელებაა. ახლა კი ეს ყველაფერი უნდა გავყინო. ცოტა თხევადი აზოტი. ის ყველაფერს ბევრად უფრო სწრაფად ყინავს. ვაუ, მაიკ, შეხედე ამ საოცრებას. ლამაზია შებ. ჩემი თაფლის ჟელე თითქმის დამავიწყდა. ასეს ჯობს? ცოტა ცივა, შეგიძლიათ გასინჯოთ. შესანიშნავია, ამ ჟელეს ახლავე გავსინჯავ. ძალიან მოდი სახელმწრელად გამოიყურება. თანაც დათვის ბოთლში. ვაუ, გემრიელია. აქ რა არის? ჯადოსნურად გამოიყურება. ეს ნამდვილი ოქროა. უნდა გავსინჯო. ვაუ, კოკა-კოლას გემო აქვს. ზუსტად ეს მინდოდა. ვაუ, მაგარია. ეს ჟელეა ნერცის კამფეტებით. ძალიან გემრიელი უნდა იყოს. წარმოუდგენლად გემრიელია. ენას ჩაიტკვარუნებ. შენ გაიმარჯვე. რა? სერიოზულად? მაგარია. ჰეი, ბებია, ხელს ნუ მიშლი. ახლა ბლინები მინდა. შეხედე ამ ლამაზ ნახატს.
მომიმზადე გთხოვ. დაველოდები. ეს ძალიან ადვილია. ტაფაზე ფერად ცომს დავასხამ. მინდა პატარა ბლინები დათვის ფორმის გავაკეთო. ფერადი, პატარა და საყვარელი იქნება. ბებია, ხელს ნუ მიშლი, არ შეეხო. იდეა მომივიდა. ყველაზე მაგარ ბლინებს მოვამზადებ. მე და ემილის საერთო ძაღლი ყავს, სახელად ქლოი. ბლინს ჩვენი ძაღლის ფორმით დავხატავ. ძალიან ლამაზი იქნება. კონტურს შავი ცომით ვხატავ და ყველაფერს ფერადით ვავსებ. გამოდის? ემილი აღფრთოვანებული იქნება, როცა ჩემს ბლინს დაინახავს. ცოტა დეტალებიც. ვაუ! ყველაფერი გადავატრიალოთ. თითქმის დამივარდა. ბებია, რა? ჩემი ბოსტნიდან ცოტა ბოსტნეული უნდა მოვყრიფო, სტაფილო და ყაბაღი. უკვე აქ ვარ, დაგეკარგეთ, ჰა? ახალი ბოსტნეული პირდაპირ ბოსტნიდან. ყველაფერი გავხეხოთ. ბლინებს სტაფილოთი და ყაბაღით გავაკეთებ, ცოტა ფქვილს და კვერცხს დავამატებ. ცოტა რძე, რა თქმა უნდა. მხოლოდ ყველაფრის ათქვეფა დარჩა სათქვეფით. თითქმის მოვრჩით. შესანიშნავი ცომია. ტაფაზე ვასხავთ და ვატრიალებთ. მაიკ, გინდა გასინჯო? ფუ, საზიზღრობა. ყველაფერს თეფშზე ვდებთ. და ცოტა არაჟანი. ძალიან გემრიელია. ზემოდან ცოტა მწვანილი, რა სიტყვი? ცოდოა, პატარა ემილი. დროა ჩემი მინი ბლინები ტაფიდან გადმოვიღო. ყველაფერს თეფშზე ვდებ. მარწყვის ჯემი. საოცარია. თეფშის ყურებში ვასხამ, ნამდვილი შეფმზარეული ვარ. ემილი, მოდი, მზად ვართ. ყველა ბლინი მზადა. ასეთი კაშკაშა და მადი სახელმძვრელი. ეს რა არის? რა საზიზღრობა? ფუ! აქ რა არის? ეს მინი ბლინებია. მაგრად გამოიყურება. ერთი გავსინჯოთ. გემრიელია. აქ რა არის? ჩვენი ძაღლი ქლოი. ეს ბლინი კი წარმოუდგენლად გემრიელია. მაიკეს მართლაც კარგია. იჰუ! ისევ მე გავიმარჯვე! მადლობა, დაიკო! ამჯერად ბურგერი მინდა. მომიმზადებთ? შესანიშნავია. ველოდები. ფუ, ფარში! რა საზიზღრობა! არ მინდა შეხება, მაგრამ მიწევს. აბა, შესანიშნავია. ახლა? ნიჩაბი, შეხედე ბებო! ფუ! ახლოს ვიყავი, მაგრამ საშინლად გამოიყურება. იცით რა? ემილის ტკბილ ბურგერს გაუკეთებ. ნუტელა და კოვზი მჭირდება. ფუნთუშაზე ნუტელას ვუსვამ. გემრიელია! შიგთავსისთვის ზეფირს გამოვიყენებ. ჩემთვისაც დროა ბურგერი მოვამზადო. რა? მასტერკლასს ჩაგიტარებთ. ეს შესანიშნავია, რა თავდაჯერებულია. ახლა კოტლეტს ვაკეთებთ, ვწვავთ. ცოტა დავიღალე. ნუ გძინავს. ბურგერი უნდა დავასრულოთ. დარწმუნებული ვარ. შვილი, შვილო. ხედავთ, ზეფირს ვწვავ. მინდა რომ დადნეს. ცოტა მარმელადს ვამატებ და ვუალა. ღმერთო ჩემო, მაიკ. კარგია რომ ემილის მე ვყავარ პროფესიონალი შეფი, რომელიც ნებისმიერ კერძს მოუმზადებს, რაც მოუნდება. ეს ბეკონი, ცოტა კეტჩუპი, რა თქმა უნდა, სალათის ფოთოლი და კოტლეტი ზემოდან, ყველი, პომიდორი, ხახვი
და ბეკონი. ასეა. კიდევ რამდენჯერმე გავიმეორებ. წარმოუდგენლად გემრიელი იქნება. მზადაა. ვაუ, რა უზარმაზარი ბურგერია! ასეა, დროა ჩემი ბურგერის მომზადება დავასრულო. Let's go! ცოტა ბოსტნეულს ვამატებ. წნილი, თავად მოვამზადე. პომიდორი და ცოტა соуსი. უნთუშას ვაფარებ. ახლა ბურგერები შევადაროთ. შენი მაინც უფრო მაღალია, მაგრამ ჩემი უფრო გემრიელია. ბებია, ნუ ნერვიულობ. ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. უბრალოდ ჟელეს დადნობა მჭირდება. ემილი, გასინჯე. Ready. ვაუ, ეს ბურგერია ძალიან დიდია. უნდა გავსინჯო. პირშიც კი არ მეტევა, მაგრამ მართლაც გემრიელია. მომეწონა. აქ რა გვაქვს? ასევე დიდი ბურგერი. Hey! უი, ყველაფერი გადმოცივდა. შემდეგზე გადავიდეთ. უცნაურად გამოიყურება. ასეთი რამ აქამდე არასდროს მიჭამია. ტკბილი ბურგერია. მაგარია. ეს იდეა მომწონს. ასე რომ, გამარჯვებულია შეფი. მადლობა, ემილი.